ბუსა მესტუმრიშვილი, 22 წლის ჟურნალისტი. ყავს ქმარი ათუკა ტუღუში, 23 წლის ეკონომისტი. ერთად ცხოვრობენ უკვე 2 წელია და ყავთ პატარა შვილი, მაშო ტუღუში. ეს კაია ხო მოგონი? ნაკი, დი მოგწოვის. ერთმანეთს ვისნობთ 2 წელიწად ნახევარია, მე და ათუკა. შარშან უკვე გქონდა პირველი ახალი წელი ჩვენ ერთად, მაგრამ მაშასთან ერთად გვაქვს პირველი ახალი წელი. თოვლის ბაბუასთვის ჯერ არ მიუწერია, მაშას წერილი. შევიძინეთ ახალი ნაძვისხე, ახალი სათამაშოები. მაშასაც უყიდეთ თავისი სათამაშო, სადაც წერია, რომ ეს მისი პირველი ახალი წელია. ხვდებით ოჯახთან ერთად ახალ წელს და თუ სადმე გავდივართ შემდეგ. ყველაზე ბედნიერი ახალი წელი ალბათ ცხოვრებაში. სესილი ტიკარაძე 23 წლის, პროფესიით ჟურნალისტი. ქმარი რეზიკო გეწაძე 30 წლის, ფეხბურთელი. ერთად უკვე 4 წელია ცხოვრობენ და ყავთ 1 წლის შვილი ალექსანდრე. თორემ როგორც ყველა ოჯახი ხდება ახალ წელს, მე ყველაზე მეტად მიხარი მე მგონია ნაძვისხე 2 კვირით ადრე ავაწევს და ნოემბერში. რაც ალექსანდრელი ძირითადად ვცდილობ რომ სახში შევხვდეთ ახალ წელს და ბავშვთან ვიყავ. წელსაც გვინდა სადღაც საზღვარგარეთასო, მაგრამ მაინც ბავშვთან თვითონ ვიქნებოდით გავიწევს რომ თბილისში ყოფილიყავით. უფრო რაღაც ახლის მოლოდინში ხარ, უფრო მაგასთან ასოცირდება. ძირითადად ახალ წელს სახში ვხვდებით და მე უკვე გავდივართ მეგობრებთან ერთად. ალექსანდრე მესამე წელი ახალ წელს ხდება, მაგრამ პატარა იყო პირველ ახალ წელს 2 თვის იყო. ეხლა მგონია რომ ცოტა უფრო უხარია და რაღაცებს ხდება. მეგონა ნაცნობ გადმომეკიდავდა, მაგრამ ჯერჯერობით ვიდეო. ანი ჩიხვაძე 22 წლის მოდელი. ყავს ქმარი 23 წლის თორნიკე შაოშაძე. ერთად ცხოვრობენ 3 წელია და ყავთ პატარა ალექსანდრე. 5 წლიც გავიწერთ ერთმანეთი და 2 წლის მერე დავქორწილდით და 3 წელი უკვე ცხოვრობთ ერთად. ბავშვთან ერთად პირველად ხვდებით კი ახალ წელს 10 თვის წელი და ახლა პირველი ახალი წელი იქნება. ძალიან მოწონს ეს ყველაფერი, მე მგონი მე მგავს გიჟდები ახალ წელზე. ძალიან მიყვარს ნაძვისხის სათამაშოების ყიდვა. ყოველთვის ვანახლებთ ხოლმე ყოველ წელს. წელს ხო საერთოდ ძალიან მხიარულად ხდება ეს ყველაფერი. ყოველთვის სახში ვხვდებოდი და მე გავდიოდი ხოლმე სანმე გავდით სულ ნაძვისხეს და ბავშვობაში ისე მჯეროდა თოვლის ბაბუის რომ იმ ხელწერილებს უწერდი რომ აი ყველას მოდიოდა მაგისთან ახალ ესე კედელზე რომ დავამაგრებდი აქამდე იყო ხოლმე ჩამოშლილი. გიგა ჭიკაძე მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში 25 წლის. ყავს ცოლი თამუნა გაზაშვილი 26 წლის ბიზნეს მენეჯერი. უკვე 7 წელია ერთად ცხოვრობენ და ყავთ 5 წლის შვილი ნიტა ჭიკაძე. მოდი აქ დავკიდე. მოკიდე ამას ხელა? ო, მაგარი. მე და თამა ერთმანეთი გავიცანით სკოლაში. და მე 18 წლის უკვე დავქორწინდი. და იმის მერე ერთად ცხოვრობთ. ნიტას სანამ გაჩნდებოდა მაშინაც თავიდან ხვდებოდით ყოველთვის ჯერ ჩვენთან სახლში. მე მივდიოდით თამუნას მშობლებთან და მე სადმე მეგობრებთან თბილისში მოვიდით. მაგრამ ნიტარაც გაჩნდა იმის მერე უფრო მეტად დავიწყეთ ყურადღება უფრო მეტად მოვქცეთ ნაძვისხის მორთვას, სათამაშოებს, ახალ აქსესუარებს, საყიდლებს ერთად დავდივართ და რაღაცა უფრო მეტ დროს ნიტას ვუცნობთ ხოლმე საახალწლოდ. დიდი სურვილი მაქვს რომ რაღაცა ისეთი რაღაცა მithumetes თუ უცხოეთში ვიქნებით, ძალიან მინდა რომ რაღაც გავაკეთონ გოზინაყი ან რაღაცა ისეთი მარტივი. მეც დავეხმარები ჩვენ დედიკოს და მამიკოს საწმას გაკეთებაში. ესე იგი პირობას დის. კი.